ადამიანს თუ აქვს ქრონიკული მუცლის ტკივილი და ეს ტკივილი იწყება ახალგაზრდობიდან, უმეტეს შემთხვევაში ეს არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. სხვადასხვანაირად აღწერენ ადამიანები ამას, ამბობენ რომ აი მუცლის ქვედა ნაწილი მტკივა უმეტესად, ზოგი ამბობს რომ სტრესზე მეწყება ტკივილი, ზოგი ჭამის შემდეგ, ზოგი ამბობს რომ აი ძლიერი შეგრძნება მაქვს რომ გაზებზე გასვლა მინდა ან ფაღარათი მაქვს ან პირიქით შეკრულობა მაქვს ან მონაცვლეობა მაქვს ფაღარათის და შეკრულობის ზოგი ამბობს რომ აი ვიყავი ამ ექიმთან იმ ექიმთან გამოიკვლიეს ყველაფერი წესრიგში მაქვს მაგრამ მუცლის ტკივილი რჩება და რა უნდა ვქნა ზოგი უკავშირებს ზოგიერთ საკვებს ზოგი ნერვიულობას და სტრესს სხვა ტრიგერები შეიძლება იყოს და უმეტესად ეს ადამიანები აღწერენ ერთ მდგომარეობას რომელსაც ქვია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს ყოველ მე-10 ადამიანს ძალიან ხშირი მდგომარეობა და მნიშვნელოვნად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. ანუ ეს ადამიანები ძლიერად დასტრესილები არიან და გეუბნებიან რომ აიმდან მაწუხებს ეს რომ ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს მიშლის. ტკივილები ხშირად არის უფრო საღამოობით, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს ჭამის მერე ზოგს აქვს ძალიან ძლიერი სურვილი დეფეკაციის და კუჭის მოქმედების შემდეგ მათი ტკივილი ან სიმპტომი უფრო მეტად მოიხსნება. ზოგი ადამიანი ამბობს რომ აქვს ძალიან ძლიერი შებერილობა, რომელსაც ვერ იხსნის და მუდმივად დაჭიმულობის შეგრძნება აქვს ნაწლავებში და ეს ტკივილი გაყვება მუდმივად. სიმპტომები მცირდება, იმატებს, მაგრამ არ გადის. ეს არის რასაც ამბობენ უმეტესად ადამიანები. ანუ აქვთ დღეები, როცა არ ტკივათ, ან ნაკლებად, აქვთ დღეები, როცა ძალიან ტკივათ, შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობასთან, სტრესთან, დაძაბულობასთან, ზოგიერთ საკვებთან, მენსტრუაციასთან, მენოპაუზასთან, ქალების შემთხვევაში. ქალებში ბევრად უფრო ხშირია, ორჯერ უფრო ხშირად გვხდება. რა არის მიზეზი? რომ ნახო ნაწლავები ვერაფერს ვერ იპოვი ისეც. ანუ უმეტესად ჯანსაღად გამოიყურება, რამე კონკრეტული დაავადება ამ დროს არ არის, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამის გამო ემართება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. მთავარი მიზეზი მექანიზმი, რასაც ვარაუდობენ, რომ გამომწვევია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, არის ტვინისა და ნაწლავების კომუნიკაციის დარღვევა. ჩვენი ნაწლავები დაკავშირებულია ტვინთან, მოკლედ, და ჩვენი ყველაფერი დაკავშირებულია ტვინთან და ტვინი აძლევს სიგნალებს და ნაწლავებიც აძლევენ სიგნალებს. და ამ შემთხვევაში ნაწლავები არის ზემგრძნობიარე. გადამეტებულ სიგნალებს აძლევენ ტვინს და აი ის პროცესებიც, რაც ბუნებრივია და ნორმალურია, ჩვეულებრივია სხვა ადამიანებისთვის, გაღიზიანებული ნაწლავისაც აქვს იმ ადამიანების ტვინი ზედმეტად მგრძნობიარე აღიქვავს და ტკივილად აღიქვავს შებერილობა, გაზებაც და ასე. ამას ქვია ვისცერალური ჰიპერმგრძნობელობა. მეორე მექანიზმი არის განსაკუთრებით ფაღარათით ვისაც აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომ მსხვილი ნაწლავიდან არასასურველი ბაქტერიები ამოდის წვრილი ნაწლავში და მრავლდება და იქ შლის საკვებს და წარმოქმნის გაზებს. ეგ მიიჩნევა მეორე მექანიზმად. მესამე მექანიზმად მიიჩნევა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, აქვთ ნაკლებად დივერსიფიცირებული ნაწლავური ფლორა. ან ბაქტერიები, მოკლედ, წესით, რაც მეტი სახეობის ბაქტერია გვაქვს ნაწლავში, მით მეტ კაია რა. ან სხვადასხვანაირები კაი ებრძვიან ერთმანეთს და უჭამიათ ერთმანეთს და ჩვენთვის კაია, მოკლედ. და რაც ნაკლები სახეობებია, ჩვენთვის ცუდია, იმიტომ რომ ისინი ზედმეტად მრავლდებიან, იწვევენ სხვა ანთებით პროცესებს ნაწლავებში და ამას ჩვენ განვგრძნობთ როგორც მუცლის ტკივილად. და აი ამ ადამიანებს, ვისაც აქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, უფრო ხშირად აქვთ ნაკლებად დივერსული, ანუ ერთი სახეობის, ერთის არა, რამდენიმე, მაგრამ ცოტა სახეობის ბაქტერიები, რომლებიც უფრო ანთებას იწვევენ ნაწლავებში. 4 ძირითადი ფორმის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გვაქვს. ერთი არის მუცლის ტკივილს დამატებული ფაღარათი, მეორე არის მუცლის ტკივილს დამატებული შეკრულობა, მესამე არის მუცლის ტკივილს დამატებული შეკრულობა და ფაღარათის მონაცვლეობა და მეოთხე სახეობა არის, როცა კონკრეტული
პატერნი, კონკრეტული მოდელი არ არის, რითიც მიმდინარეობს და არაკლასიფიცირებულ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს ეძახიან. ეხლა გადავიდეთ მკურნალობაზე. დიაგნოზი ძირითადად ისმევა სიმპტომებით და სხვა რაღაცების გამორიცხვა, ან სხვა დაავადებები უნდა გამორიცხო და სიმპტომები კლასიკურად თუ გავს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მიმდინარეობას, ისმევა ასე დიაგნოზი. გამორიცხვითი დიაგნოზია რეალურად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. სხვა სერიოზული მდგომარეობები უნდა გამორიცხო, თუ ისინი გამორიცხა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი რჩება. ეხლა ვთქვათ მკურნალობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობა 80% შემთხვევაში, რაც ყველაზე ეფექტურია მკურნალობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, არის დაბალი FODMAP დიეტა. FODMAP დიეტას რას ეძახიან? ეგ არის აბრევიატურა, მოკლედ. რას ნიშნავს ახლა? FODMAP იწყება F-ით და F ნიშნავს fermentable. Fermentable ნიშნავს, რომ ანუ ის საკვები ამ საკვებზე, რომელსაც FODMAP-ს ეძახიან, არის ფერმენტირებადი. ფერმენტირებადი ნიშნავს, რომ არ შეიწოვება ადვილად ჩვენ ნაწლავებში, სამაგიეროდ ბაქტერიები ჭამენ. ან ბაქტერიები ინელებენ. ამას ეძახიან, რომ არის ფერმენტირებადი. O ნიშნავს ოლიგოსაქარიდებს. D, ანუ FOD, D ნიშნავს დისაქარიდებს. M ნიშნავს მონოსაქარიდებს და P ნიშნავს ოლიოლს. ეხლა ეს სიტყვები თითქოს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეხლა თუ გავშიფრავთ, ძალიან ადვილია და ადვილი მისახვედრია, მოკლედ რა იგულისხმება. ანუ ფერმენტირებადი როცა საკვები, ანუ კარგად ვერ ინელებს და კარგად ვერ ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. აი ეგეთი საკვებია ძირითადად პრობლემა. ოლიგოსაქარიდებია პრობლემა. ოლიგოსაქარიდები არის განსაკუთრებით ფრუქტანებს რაც შეიცავს. ეგეთი არის მაგალითად ხახვი, ნიორი და პურეული, რომელიც პურეული ხორბლის გან რაც არის გაკეთებული. ეგენი ვერ ინელებს ჩვენი ორგანიზმი კარგად. და აი ეგ არის ოლიგოსაქარიდები. დისაქარიდები არის ლაქტოზა მაგალითად. ლაქტოზა არის რძის პროდუქტები, ანუ რძის პროდუქტებსაც ვერ ინელებენ კარგად ეგეთი ადამიანები. მონოსაქარიდები არის მაგალითად ფრუქტოზა, ანუ ხილის შაქარი, ანუ ხილსაც ვერ ინელებენ ეგეთი ადამიანები კარგად. და პოლიოლები, ეგენი არის მანიტოლი, სორბიტოლი, ქსილოტოლი, ანუ ხელოვნური შაქრები მოკლედ, ანუ ხელოვნური დამატკბობლების გარკვეული კლასი, არა ყველა. ამასაც ვერ ინელებენ. ეხლა პირველ რიგში ვთქვათ, რა არ არის რეკომენდირებული, რა არის მაღალი FODMAP-ის საკვები, რა არ არის რეკომენდირებული. ხახვი, ნიორი, პურეული პასტა და ბურღულეული, რაც დამზადებულია ხორბალზე. ხორბალია დიდი პრობლემა, მოკლედ. ქერი ასევე არ არის სასურველი. ასპარაგუსი, არტიჩოკი, ბროკოლი, ყაბაყი, ქეშიუ, ფისტაჩკებს რო ეძახიან ეგენი, რძის პროდუქტები, რძის პროდუქტები ყველაფერი, მოკლედ თითქმის ყველაფერი, ნაყინი და ყველეულით დამთავრებული. ყველი გამონაკლისია, აი გამხმარი, მშრალი, მაგარი ყველი რაცა, ის უმეტესად შეიძლება პრობლემა არ არის. რძიანი შოკოლადიც კი ან ნებისმიერ რაც რძის პროდუქტს შეიცავს. ვაშლი, მსხალი, ატამი, საზამთრო, ეგენი ფრუქტოზა შეიცავს დიდი რაოდენობით. იგივე ქლიავის ჩირი, კომბოსტო, სოკოები, ავოკადო, პარკოსნები, ლობიო და ლობიოს სხვადასხვანაირი ლობიოები რაც არის და ლობიოს რაც გავს, სოიო, ლენტილი, საღეჭი რეზინები დამატკბობლებით რაც არის და სასმელები, ტკბილი სასმელი ფრუქტოზას რომელიც შეიცავს. აი ესენი რეკომენდირებულია მაქსიმალურად მცირე რაოდენობით მიიღოს ადამიანმა. ეხლა ვთქვათ რა შეიძლება, რა არის დაბალ FODMAP საკვები, სტაფილო, ბადრიჯანი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ისპანახი,
კომბოსტო ისე მწვანე ფოთლები როა, მწვანე სალთის ფოთლები, მწვანე ლობიო, ვისაც ლობიო უყვარს, ბრინჯი, კარტოფილი, გოგრის თესლი, ყარი ყველი რაც არის, ჩედარი და ეგეთი ყველები და ქართულადაც შედარებით მყარი ყველი რაც არის, წიწიბურა, შვრია, ტოფუ, ქათმის ხორცი, ნებისმიერი ხორცეული, ღორის ხორცი, ძროხის ხორცი, ინდაური, ნებისმიერი თევზეული, კვერცხი, ლაქტოზა გამოცლილი რძე, ლაქტოზის გარეშე იოგურტი, ნუშის რძე, დამატკბობლის გარეშე, კარაქი, ოლივიეს, ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილი, ასევე ყურძენი და კენკრონები, მარწყვი, მოცვი, ციტრუსები, პორტოხალი, ანანასი, ბანანი, კივი, ლიმონი, ლაიმი, ესენი შესაძლებელია. კიდე ბევრია და შეგიძლიათ მოძებნოთ ცხრილები არის ან low FODMAP food და high FODMAP food ან low შეიძლება high არ შეიძლება ესე შეგიძლიათ სრული სია მოძებნოთ თუმცა ძირითადები ვთქვი მოკლედ ძირითადი და შეიძლება რა არ შეიძლება ეხლა კითხვა არის ხოლმე რომ ანუ სრულად უნდა ამოვიღო ეს საკვები თუ ნაწილობრივ პირველ ეტაპზე უნდა ამოიღოთ სრულად ან უნდა ეცადო რომ სრულად ამოიღო უკეთესი შედეგისთვის შემდეგ უნდა ახლიდან წარდგენა ქვია მას ნელ-ნელა რომელიმე ჯგუფები დაამატო და შეხედო ან შენზე მოქმედებს თუ არ მოქმედებს რომელიც არ მოქმედებს და უპრობლემოდ ჩაინიშნე რომ ეს შეიძლება ესე ახლიდან ბევრი ადამიანი არის რომელიც აი ამ ჯგუფებიდან მიუხედავად იმისა რომ მაღალ FODMAP food შეიძლება მიეკუთვნებოდეს ჩვეულებრივად უპრობლემოდ ჭამს შესაბამისად თავიდან იღებ ყველას ნელ-ნელა ამატებ შემდეგ ახლიდან რა მოქმედებს რა არ მოქმედებს და აკვირდები ეგ არის პრინციპი. ხო, სიმპტომები დაახლოებით რამდენ ხანში უმჯობესდებაო, ხშირად ამოვიან ხოლმე, უმჯობესდება ძირითადად 2-დან 4 კვირაში. ხო, ლოპერამიდი გამოიყენება, ვისაც ფაღარათი აქვს იმისთვის, ანუ ლოპერამიდი შეკრულობისთვის რომ შეიკრას კუჭი ადამიანი მაგისთვის არის. ძირითადად მიიღება ხოლმე ყოველი ფაღარათის შემდეგ, 2-4 მილიგრამი და დღიური დოზა არ დამეტებდეს 16 მილიგრამს ტაბლეტების სახით არის ხოლმე, თუმცა გრძელვადიანად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ანტიდეპრესანტები გამოიყენება ხოლმე ზოგჯერ, ვისაც აქვს ფაღარათით მიმდინარე, ამიტრიპტილინი განსაკუთრებით, სპაზმის მომხსნელები გამოიყენება ხოლმე, მაგალითად ბუსკოპამი, დიციკლომინი, დროტავერინი, იგივე ნოშპა, ეგენიც ეფექტურია, რიფაქსიმინი გამოიყენება, ასევე ანტიბიოტიკები, რომელიც განსაკუთრებით ფაღარათით როცა მიმდინარეობს, თუ შეკრულობით მიმდინარეობს, მაშინ პირველ რიგის მკურნალობა არის ხოლმე, ისევ დიეტა, პოლიეთილენ გლიკოლი, ლაქტულოზა, ფსილიუმი, იმისთვის რომ ეს შეკრულობა მოიხსნას, ეგ მნიშვნელოვანია, თუმცა მან მაგალითად ფსილიუმის შემთხვევაში შეიძლება გაზები გამოიწვიოს, ამიტომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ან ნელ-ნელა უნდა მოუმატოს დოზა ადამიანმა. ანტიდეპრესანტებიდან გამოიყენება სერტრალაინი და ფლუოქსეტინი 50% შემთხვევაში ეფექტურია, მოკლედ ტკივილსაც ამცირებს და სიმპტომებსაც შფოთვას და ესეთ სიმპტომებს ხსნის და ამნიშნულოვანი და რო შევაჯამოთ თითქმის 80% შემთხვევაში გაღრმავებული ნაწლავის სინდრომი არის მართვადი. სრულიად განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ დიეტით და მარტივი წამლებით მართვადია. ადამიანის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესებადია სრულად. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, აქაც გამოვა. ვისაც დონაციას პლუს ჩემთან ინდივიდუალური გასაუბრება, კონსულტაცია, კითხვები აქვს, ამისთვის პატრეონი მაქვს და პატრეონზე შეუძლიათ გამომიწეროს, პატრეონის ლინკიც აღწერაშია, ვიდეოს აღწერაში. ვისაც სურვილი აქვს რომ უბრალოდ მხარი დაუჭიროს არა მატერიალურად ისე ჩემს არხს, ეგეთ შემთხვევაში დალაიქეთ, გამოწერეთ, დაკომენტარეთ, გააშიარეთ, ყველა ნებისმიერი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის, იმიტომ რომ YouTube ესე ხვდება, რომ საინტერესო არხი და აჩვენებს მე სხვა ადამიანსაც. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.